ალბათ ბევრს აინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა ზოგადად გემით გზავრობა. პირდაპირ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი. არა იმიტომ, რომ თქვა თვინმე ასე თვლის, სტატისტიკურად არის ასე, იმიტომ რომ დადასტურებული, რაღაც ფაქტები ვთქვა, კატასტროფების არ გვხდება გემზე, ისე რომ ვთქვა ფატალური შედეგით დასრულდეს. და ასევე თითოეულ გემს ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რამდენიმე 1000 ადამიანი ეტევა თითო საკრუიზო ლაინერზე. და თითოეულ გემს აქვს თავისი სამაშველო ნავები, რომელიც გემის გარშემო არის ხოლმე განთავსებული და ამ თითოეულ ნავში დაახლოებით 300-400 ადამიანი ეტევა, ანუ საკმაოდ ისე დიდი მოცულობის არის და საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუმცა მე არ მახსოვს ბოლო წლებში რაიმე მსგავსი საჭიროება გამხდარი იყოს. ამ ნავებს ძირითადად იყენებენ ხოლმე ის რა სიტუაციაში, აი რაღაც პორტში შევიდნენ რომელ პორტსაც თქვათ არ აქვს იმ სიღრმე პორტი, რომ გემი ფიზიკურად პორტთან ძალიან ახლოს მივიდეს და იქიდანვე მოხდეს მგზავრების განმოსვლა. კაიმანის კუნძულებზე არის პირობითად ასეთი ტიპის და შორს ჩერდება და აი ამ ნავებით გადაყავთ ხოლმე სანაპიროებზე. ანუ ამ იმდენად არ სჭირდება თქვათ სხვა მიზნებისთვის, რომ ამაში იყენებენ. თვითონ აი უსაფრთხოების კუთხითაც, გემი თვითონ ბრიჯიდან იმართება, რომელიც თქვათ წინა მხარეს, სადაც კაპიტანი არის და გემის ყველაზე ისეთ საწყის წერტილი, რა მიმართულებითაც მიდის ეს გემი. მანდაც სხვათა შორის ნამყოფი ვარ მე თვითონაც და იმდენად კომპიუტერიზებულია ეს ყველაფერი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ იქ რაიმე ვინმე ადამიანური ფაქტორით რაიმე შეცდომა მოხდეს. გარდა ამისა კიდევ აქვს ერთი ოთახი, რომელიც არის სრულიად დაცული, ანუ ეს მაინც ბრიჯი შუშა აქვს და ასე შემდეგ და არის კიდევ გემზე ისეთი ნაწილი, რომელიც მთლიანად იზოლირებულია, რამე რომ იყოს მართლა და რამე რომ მოხდეს და იქიდანაც შეიძლება მართვა გემი შეიძლება გემის მართვა. კი ზუსტად იქ შედიან, ძალიან პატარა ოთახია, ალბათ რა ვიცი, მე და შენ რო ვსხედვართ, ამ ოდნავ ამაზე დიდი და პატარა კომპიუტერით, რომელიც არის iPad-ის ზომის, შეიძლება მთლიანი გემის მართვა საჭიროების შემთხვევაში.